მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, როგორ ახართ? ეს გახლავთ 19 მაისის დღე, 19 მაისის მინი ვლოგი, როგორც ხედავს, პაიჭუა ვლოგი გამომივიდა. ძირითადად იქნება ჩახმოვანებული, ძირითადად კი არა, ალბათ მთლიანად ჩახმოვანებული ვლოგი იქნება. გამოვიყვანე ლილეს სკოლიდან, უზომოდ ცხელოდა დღეს ხალხო, აი არ ვიცი. პირდაპირ ჯოჯოხეთში მეგონა თავი, აი ვიწვოდი, ისეც ხელოდა. შემდეგ ითამაშეს რა თქმა უნდა სკოლის ეზოში ბავშვებმა და გამოვიარეთ ტარგეტში, იმიტომ რომ მინდოდა ხელთათმანები, სამზარეულოსი, ნებისმიერ რაღაცის, რაცაც ხეხვასთან და ლაგებასთან წირდება და არ მქონდა ღრუბელი სარეცხის, ჭურჭლის უბრალოდ, რაღაც ხსნარები, რასაც თქვენ დაინახავთ. ესე გამოიყურებოდა ჩემი გუგო, ჩემი ჩუქანი მიირთმევს წყალს, იმიტომ რომ საშინლად ცხელოდა, როგორც აღვნიშნე უკვე. თითქმის აი არაფერი არ აცვია ლიზას მაქსიმალურად ვეცადე რომ ძალიან თხლად გამომეყვანა გარეთ. ვარჩევდი ამ ღრუბლებს, ყველა ღრუბელს აქვს თავისი დანიშნულება. მე უბრალოდ ჭურჭლის ღრუბელი მინდოდა და ვარჩიე ძალიან ბევრნაირი იყო და სხვადასხვა დანიშნულები, სიმართლე გითხრათ, ახლა ყველას დანიშნულება არ წამიკითხე. არც ვაპირებდი და ისევ რასაც ვიყენებ ხოლმე, ისევ ის აი ამას ვიყენებ და ეს წავიღე ბოლოს სახლში. შემდეგ აი ეს ამის გვერდით რომ არის ის ხელთათმანები ავიღე, მაგრამ ძალიან ვინანე, ძალიან მიხურდა შეგნი ხელები წეღან რომ ვიყენებდი, ასე რომ გამოცვლა მოუწევს, კიდევ კარგი რომ არის ერთი წყვილი შიგნით და არ არის მრავალჯერადი და ვიყიდი ისევ იმას რა ქვია, მრავალჯერადი არის, უბრალოდ ერთი წყვილია. ხო და ვიყიდი ერთჯერადებს, ისინი უფრო პრაქტიკულია. ეს ხსნარია სამნისფერი ძალიან მადგება ყოველთვის, ეს სახეხი გაზის და უნკანის და რაკოვინის და ასე შემდეგ. შემდეგ გადავედი სადილზე, ქამასოკო, მოვთუშე, დავამატე ბრინჯი, მრგვალი ბრინჯი მქონდა დარჩენილი და დავამატე. ეს არის ძალიან უცებ, აი მასივაში რაც მქონდა მართლა, ეგ ვარიანტია. და ბრინჯს აუცილებლად თუ შავხორმის სანამ მოსახარშად წყალს დავასხავ, იმიტომ რომ უფრო გემრიელი გამოდის ჩემი აზრით რა. მოვთუშე ქამასოკოსთან ერთად, დავამატე ეს დაჭრილი ხახვი, თქვენ რა ვიცი თუ გაიმეორებთ ამ ყველაფერს, გარანტიას გაწევთ, ძალიან გემრიელია. თქვენ როგორც გინდათ, ისე დაჭერით, ან საერთოდ არ უქნათ, ეს არის ჩემებური ვერსია, ისე უცებ სადილი. ამას ქათმით ხორცით ვაკეთებ ხოლმე ზოგადად, მაგრამ ეხლა სოკო მქონდა და სოკოთი გავაკეთე ბრინჯი ტაფაზე. ლილემაც გემრიელად მიირთვა ჩვენ ოჯახში. ხახვი გვიყვარს, ასე თუ ისე ძალიან და ამიტომ არის ხახვი ესეთი რაოდენობით. გვეტყობა რომ გვიყვარს ოჯახში ხახვი. ასე რომ ძალიან კარგად დარბილდება ეს ხახვი და ძალიან კარგია და კომფორტული მისართმევია, ადვილი გასაკეთებელი სადილია. შემდეგ მოითუშა და რა თქმა უნდა დავამატებთ წყალს. ორჯერ დაიმატა წყალი, ეს ერთი ჩაიშრო და ბრინჯის მოხარშვას არ ეყო და მეორეჯერაც ამ რაოდენობის წყალი დავასხე და უკვე საკმარისი აღმოჩნდა. ძალიან დავიღალე ხალხო, ძალიან დავიღალე. მართლა ისეც ხელობდა დღეს თან მეორე სართულზე რო ვარ ჩემი სახლის სახურავი მთელი დღის განმავლობაში ხო ხურდება მზე აჭერს და დღეს ნებისმიერ მონაკვეთში მზე მაქვს ყველა ფანჯრიდან. ხო და აი საღამოს გრძნობ მთელი დღის სიცხეს ზავაში. ეს სახურავი რო არის გახურებული, ანუ მე გრძნობ სახლში, აი წარმოიდგინეთ კორპუსში რომ მეხუთე სართულზე ცხოვრობდი. ესე, ეხლა უკვე მზად არის ბრინჯი, ნორმალურად არის მოხარშული და დავამატებ ეხლა რა თქმა უნდა ნიორიც ძალიან მიყვარს, სადაც შეიძლება რომ გამოვიყენო, ყველა საჭმელში ვიყენებ. ძალიან მიყვარს ნიორი, ძალიან მიყვარს ხახვი, ძალიან მიყვარს რეჰანი, მწვანილებში ჩემთვის არის დედოფალი, უზომოდ მიყვარს რეჰანი. შემდეგ მოვიდა საღამო, მოვისვი გვერდით ჩემი გოჭი და შევუდექი რეცხვა გლეჯვას. ამ მომენტში ლიზა გვერდით მეჭდა თავის კამში როგორც ნახეთ და
თან ძილის დრო მოსდიოდა, მაგრამ სანამ დასაძინებლად წავიყვანდი, მოდი მეთქი ბარემ ერთად მე და შენ გავაკეთოთ საქმე. ხო და გავხეხეს რაკოვინა. ხშირად ვხეხავ საკმაოდ ძალიან კომფორტული აღმოჩნდა ესეთი ღრმა ნიჟარები. აქ მაქვს ესეთი ღრმა მე საქართველოში სახლში ჩემთან ესეთი არ მაქვს და ქირითაც რო ცხოვრობდი ესეთი ღრმა არ იყო. ხო და ძალიან კარგი, კომპაქტურია, ძალიან კომფორტულია, აი მართლა. უზომოდ ქვაბების გასარეცხად, აი ნებისმიერ ამის გასარეცხად ღრმა ონკანი კი არა და ნიჟარა არის უკომფორტულესი. ბავშვები ორივე დავაძინე, ეს ვლოგი სავარაუდოდ სულ ჩახმოვანებული გამოვა. მიკროფონი ახლა არ მიკეთია, იმიტომ რომ არ ვაპირებ დიდხანს საუბარს. ბავშვი დავაძინე და ეხლა მე დავუბრუნკოთ ვანა. ხვალე რადგან მაქვს დასვენების დღე. არ მახსოვს კი, თქვენთვის არ მithქვამს, 4 შაბათს მაქვს დასვენების დღე, სოსო მასვენებს, ასე თუ ისე, თუ დასვენება ქვია მაგას, იმიტომ რომ საქმეებიც გვაქვს. მაგრამ მინდა რომ დღეს რაღაცეები გავაკეთო, რომ ხვალ შედარებით უფრო თავისუფალი დრო მქონდეს, ასე რომ შევუდგეთ ახლა ვანის დასუფთავებას. შემდეგ გადავედით აბაზანაზე, როგორც ხედავთ, სიმართლე გითხრათ, უკვე ერთ კვირაზე მეტია მე ვანა არ დამილაგებია. ამიტომ სასწრაფოდ იყო დასალაგებელი. სასწრაფოდ. ეს ხსნარებიც მიზანი იყო უფრო ვანისთვის. სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ არაფერი აღარ მაქვს. აღარ მქონდა. დაახლოებით ალბათ 30-40 წუთი დავყავი ვანაში. დავიწყე ჩვენი თეთრი მეგობრით, რომელიც ძალიან გასაწმენდი იყო. ეს ადრე რა ზოგჯერ ვარდისფერს ხმარობ ამ სითხეს. და ეხლა პირველად შევიძინე იასამნისფერი ფერები განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ არის სხვადასხვა სურნელის. ხო და არ არის ცუდი სურნელი, უბრალოდ ის სურნელი მომბეზრდა, ვარდისფერი, არ მიყვარს დიდხანს ერთი და იგივე სურნელი და ეხლა შევიძინე იასამნისფერი და ჯერჯერობით ეს მექნება. თქვენ რით იასუფთავებთ ვანას? აქ ვინც ხართ? მე რაც მაქვს სიმართლე გითხრათ, მაყოფილებს იდეალურად ათეთრებს ყველაფერს. ვანასაც და აი ამ ჩვენს თეთრ მეგობარსაც, რაკოვინასაც, რა ვიცი, ყველაფერს. ვანას რო გავხეხავ ხოლმე, ვანაში გულისხმობ მოვიაზრებ მთელ სააბაზანოს. სააბაზანოს რო გავხეხავ ხოლმე დავალაგებ, აი რაღაცნაირად მგონია რომ სახლიც დალაგდა. სამზარეულო თუ დალაგებულია და ვანა დალაგებულია, მგონია რომ მთელი სახლი დალაგებულია რა და მესამე არის იატაკები. მაგრამ რაც არ უნდა ვწმინდო ჩემს სახლში იატაკები ვერასდროს ვერ ვინარჩუნებ იდეალურ სისუფთავეს იატაკზე. ასე მგონია რომ საკუთარ სახლში ვცხოვრობ და გადი გამოდია ჩემს სახლში. აი როგორც საკუთარ სახლში არის რთული სისუფთავის შენარჩუნება იატაკზე, ეგრე არის ჩემს სახლშიც. არ ვიცი რატო. თითქოს ზედო ვაკვდები, მაგრამ მაინც ვერ ვინარჩუნებ იდეალურ სისუფთავეს. რა იგულისხმება იდეალურ სისუფთავეში? მაინც გდია რაღაც ნამცეცები, მაინც არის რაღაცა ლაქები ზედ, თან ყველა სახლში, სადაც კი ოდესმე მიცხოვრია, ყველგან ოდესმე არა, რაც ოჯახი შევქმენი ამას გულისხმობ, ყველგან დამემთხვა ღია მეტლახი. ყველგან და ძალიან რთულია ღია მეტლახის მოვლა. შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოთ, მაგრამ ჩემ მეგობარს თბილისში აქვს მონაცრისფრო რაღაც ჭრელი მეტლახი, რომელზეც საერთოდ არაფერი არ ეტყობოდა. არც ნამცეცი, არც ლაქა, არაფერი არ ეტყობოდა საერთოდ დედამიწის ზურგზე და შურდა ხოლმე, რომ შენი იატაკი მოსაწმენდია თუ მოუწმენდავი არ ეტყობა თქო. ჩემს იატაკს მით უმეტეს მისაღებში და სამზარეულოში კატასტროფულად ემჩნევა ნებისმიერი ნაბიჯი და ნებისმიერი ნამცეცი. ეხლა ვეღარ გავეკცევი ამ ყველაფერს არ როგორც არის და რაც არის ეგ არის, მაგრამ თქვენ რომელი მეტლახი მიგაჩნიათ ყველაზე კომფორტულად და ესე ვთქვათ ჭუჭყის ამტანად დამიწერეთ. ჩემო მეგობრებო, გადავედით ვანაზე. ძალიან არ მიყვარს ვანის გახეხვა. საერთოდაც არ მიხიბლავს ეს პროცესი, მაგრამ პირველ რიგში ვხეხავთ რა თქმა უნდა დასაფენს
ვანაც არ გამიხეხია ერთი კვირა. შეიძლება 10 დღეც. მაგრამ 10 დღეზე მეტი არა. დავასრულეთ ცოტა და გადავედით ხეხვაზე. აქ ვინახავ ჯამებს, რაღაცებს, ყველაფერს, რაც მჭირდება დასალაგებლად. ესე გემრიელად ჩავხეხავ ხოლმე ამას. ეს ვიყიდე ვითომ იმიტომ რომ ვანაში ფეხი არ აგვისრიალდეს თქო, მაგრამ რო გითხართ დიდათ ეხა მეხმარება ეს? არა, იმდენად არა. ასე რომ დღევანდელი დღეც ესე დასრულდა, ეხლა ძლივს ვამონტაჟებ ამას, ძლივს ვსაუბრობ, ვახმოვანებ. ერთი სული მაქვს ლოგინამდე მივიდე, ხმაზეც მეტყობა ალბათ, ძალიან მოშვებული გელაპარაკებით. იმიტომ რომ არ მაქვს ენერგია, უბრალოდ მაქვს პასუხისმგებლობა აღებული და უნდა დავდოთ რაღაც, თორე სხვა შემთხვევაში ალბათ მართლა ეგრევე დავწვებოდი. ისე მაქვს ენერგია გამოცლილი, არა იმიტომ რომ ბევრი საქმე გავაკეთე, იმიტომ რომ ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო დღეს. უზომოდ და სიცხე მე მანგრევს. მე არ შემიძლია სიცხის ატანა. აი მეგულებიან ადამიანები, რომლებიც ვაიმე გიჟდებიან, საფხული უყვართ, თუ ვინმე 40 გრადუსი იყოს სიცხე თავს კომფორტულად გრძნობენ, მე არ შემიძლია. 25-ს როგორც კი აცდება ტემპერატურა, მე ადამიანად აღარ ვარგივარ და ეს მაცლის ენერგიას, სიცხე აი თითქოს ყანა მოვხანი, რა ვიცი, რა შევატარო. მანულებს. ასე რომ ბოდიშით რომ დღეს ცოტა ესეთი უმახიანი ჩახმოვანება არ არის, იმიტომ რომ ძალიან არა მაქვს ენერგია ხალხო მართლა. ესეც ესე გადავედით ამ ხეხვაზე. ნორმალური ვანა დამხვდა თავის დროზე, არც ახლა არ არის ცუდ მდგომარეობაში. ნორმალური ვანა დამხვდა, ნორმალური ესეთი რა. ზოგადად არ იყო ცუდი სახლი და არც ახლა არ არის რომ მოვედით, ანუ კოსმეტიკურად სუფთა იყო და კედლები გათეთრებული და ახალი სამზარეულო არის, რაც მე მაქვს ახლა. უარის მდგომარეობაშიც არიან აქ ქართველები. ვის სახლშიც ყოფილ ვარ. უარესი ვანები აქვთ, ძველებური ძალიან. და უკვე სარემონტო რო არის. აქ ძირთადად ყველას ერთი და იგივე სამზარეულო აქვთ. ხის მაგალითად, ხისფერი. ხშირად შეგხვდებათ ბილდინგებში, თითქმის ყველას ესეთი სამზარეულო აქვს, ხისფერი. კიდევ რა აქვთ ერთნაირი, ხო, ვანები მაგალითად. ეხლა ჩემთან მეზობლებს, ხო, ჩემ გვერდზე მეზობლებსაც იგივე მეტლახი აქვს, აი, ჩემთან რო ცხოვრობენ გვერდზე. იგივე კაფელი აქვს გაკრული იმაში, რა ქვია, ჩემი ვანა და იმის ვანა, პროსტა ჩემი ვანა დიდია ბევრად, იმის ვანა ძალიან პატარაა. იქ არის განსხვავება, თორე დანარჩენი იგივეა ზუსტად, ჩემნაირი ვანა აქვს, ჩემნაირი მეტლახია გაკრული და ასე შემდეგ. ანუ აქ არ არის რა განსხვავებული, რა ყველგან ეს და იგივე. ამასობაში მოვრჩი ვანასაც. შვენიერი ლიკუნკულ. ფარდებს ხშირად ვცვლი ხოლმე ვანაში. მიყვარს ძალიან. როგორც კი შეილახება ეს ჩემი უნივერსალური სითხე, რო კაი სურნელით სიდგეს, ესე აპარიალდა და ალაპლაპდა ჩემი მეტლახი ვანაში. ჩემი გულიც მშვიდად არის. ესეთი სუფთა რო არის. იატაკი, ვანის იატაკი, ისე სუფთავი შენარჩუნება მარტივია ხოლმე ჩემთვის. ესეც ესე ესე გამოიყურება სუფთი წკრიელით, ჩივენი ვენა. და მე ესე გამოვიყურები, ხედავთ როგორი უფლიანი ვარ, აი ესეც ხელოდა სახლში. აქეთ გადმოვედით მისაღებზე, ნეტა მართლა ესე ერთ წამში, აი ესე მივადო კამერას ხელით და თავისით დალაგდებოდეს ხოლმე. დაგემშვიდობებით და მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად.